მოგესალმებით. ახალშობილი ცხოველი ყოველთვის საყვარელია. როდესაც უყურებ საყვარელ ლეკვს, ალბათ ვერ წარმოიდგენ, რომ ერთ წელიწადში შესაძლოა გახდეს ძაღლი, რომელიც ფეხს მოგაგლეჯს. დღევანდელ ვიდეოში გაჩვენებთ გასაოცარ გარდასახვას. იმას, თუ როგორ იცვლება ერთი შეხედვით საყვარელი არსება დროის გასვლის შემდეგ. მოკლედ, მოგალავდით კომფორტულად და უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დასაწყისში კი გამოიწერეთ არხი და გააქტიუროთ ზარისღილაკი. ასე არასდროს გამოტოვებთ ახალ და ძალიან საინტერესო ვიდეოს ჩვენთან. დავიწყოთ. ჩაუჩაუ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოდარაჯე ძაღლია. ჩაუჩაუს წარმოშობა საიდუმლოდ რჩება, თუმცა ეჯგარეშია, რომ შპიცების სისხლი ურევია. ისტორიკოსებმა მე-18 საუკუნის დასაწყისში აღწერეს შავი ენის მქონე ძაღლი, რომელსაც აღმოსავლეთში საკვებად იყენებდნენ. ჩაუჩაუ მონოგამია და საკმაოდ სერიოზული ხასიათი გააჩნია. მის ბალანს მუდმივი მოვლა სჭირდება. ბალანი შეიძლება იყოს კრემისფერი, მოწითალო, ჟღალი, ცისფერი ან შავი. ჩაუჩაუ კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას და სიცივეს. აქვს პატარა თათები და პატარა მუქი თვალები, პატარა სქელი ყურები და ოდნავ მომრგვალებული. ნახეთ, როგორი საოცარი ძაღლი დგება ეს ერთი შეხედვით უსუსური ლეკვი. მას ნამდვილად შეუძლია პატრონის დაცვა. მიუხედავად მისი ასეთი შესახედაობისა, ამ ძაღლს შეუძლია იყოს ძლიერი მებრძოლი, კარგი მცველი და იდეალური მოდარაჯე. ის თუ როგორ გამოიყურება ლომის ნაშიერი, ეს არავისთვისაა უცნობი. თავიდან უსუსურია, დაუცველი. ბევრს ის სახლში როგორც შინაური ცხოველი ისე მიჰყავს. მაგრამ რა ხდება, როდესაც გადის წლები? ამ უსუსური არსებიდან ცხოველთა სამყაროს მეფე დგება. მას ეწოდება მართლაც, რომ დამსახურებულად ეკუთვნის. როდესაც უყურებ ამ საყვარელ არსებას, ალბათ ვერ წარმოიდგენ, რომ მალე ის 3 ტონიანი გიგანტი გახდება. აი ეს კი იმ საყვარელი არსების გაზრდილი ვერსია. ამ მონსტრის ადამიანს ნამდვილად უნდა ეშინოდეს. ზრდასრული ბეჰემოთის სხეულის სიგრძე 4 მეტრანახევარია, სიმაღლე კი 165 სანტიმეტრი, წონა 4 ტონა ნახევრამდე აღწევს. როგორც ითვლება, ჰიპოპოტამი აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტაცებელია. მისი თავდასხმის საშუალო შემთხვევათა რაოდენობა გაცილებით აღემატება სხვა კატისებრთა მტაცებელი ცხოველების თავდასხმებს ადამიანზე. ახლა რასაც ნახავ, მიხვდები, რომ სხვა დროს არ გექნება ნანახი. მოემზადეთ. აი ასე გამოიყურება პატარა კენგურუ. როგორი უსუსურია. შეხებითაც კი შეიძლება დააზიანო ეს საბრალო ცხოველი. ეს კი უკვე მოზრდილი ახალშობილია, შედარებით დასრულებული, თუმცა ისიც უსუსურია და დედის ჩანთასაა შეფარებული. ბევრი ფიქრობს, რომ კენგურუ პირდაპირ დედის ჩანთაში ისახება, თუმცა რა თქმა უნდა ეს ასე არაა. მას ჩვეულებრივად აჩენს დედა, ხოლო შემდეგ სვამს ჩანთაში. მაგრამ რა ხდება, როდესაც გადის დრო? დააკვირდით ამ ძლიერ ცხოველს, მის სხეულს და კუნთოვან მასას. კენგურუები ბოდიბილდერებს გვანან. ის ძალიან ძლიერი ცხოველია. ზრდასრული კენგურუ საშუალოდ 80 კილოგრამს აღწევს წონაში. დამეთანხმებით ეს სრულად განსხვავდება იმისგან, რაც დასაწყისში ვნახეთ. აფთარი, როგორი ამაზრზენი ცხოველია ის. ყველაფერს ანადგურებს, აფუჭებს და ჭამს. ზრდასრული აფთარი არც ისე სასიამოვნო სანახავია. განსაკუთრებით იმ დროს, თუ ის საკვებს მიირთმევს. ამ დროს მას მთელი თავის სისხლით აქვს დასრული. მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით მის ნაშიერზე. ახალდაბადებული აფთარი საკმაოდ საყვარელი ცხოველია. მას თამაში და მოფერება უყვარს. ალბათ მისი შემხედვარე ვერ იფიქრებ, რომ გავა თვეები და ის თავს სისხლში დაისვრის. უკვე რამდენიმე თვის აფთარი კონცენტრირებულია ნადირობაზე. მისი კბილები ძალიან ბასრია და ხორცის გაგლეჯა არ უჭირს. აი ეს კი ზრდასრული აფთარია. ძალიან საშიში მტაცებელი, რომელიც საერთოდ არ გავს იმას, რაც დასაწყისში ვნახეთ. ახლა ალბათ ფიქრობ, რომ შენს თვალწინ დათვის ნაშიერია. როგორი საყვარელი ცხოველია, უწყინარი და ლამაზი. მაგრამ ახლა დააკვირდი კარგად. როგორია? ეს ის საყვარელი ლეკვია, რაც წეღან გაჩვენეთ. ეს მგლისა და ძაღლის ნაჯვარია. საბოლოოდ არც მგელია და არც ძაღლი. ის არ არის აგრესიული და ველურ ბუნებაში ვერ ცხოვრობს, თუმცა გარეგნობით საკმაოდ საშიშად გამოიყურება. აი კიდევ ერთი საყვარელი არსება. როგორ შეიძლება მასზე იფიქრო, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული და საშიში ძაღლია. ეს ამერიკული ბულდოგია. მე-19 საუკუნეში ევროპიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასულ ემიგრანტებს თან თავისი ძაღლები ჩაჰყავდათ. ამერიკული ბულდოგი ამ ძაღლების თავმავალია. იგი სხვადასხვა ზომისა და შეფერილობისა და თავის წინაპარს, ინგლისურ ბულდოგს გავს.
არის საკმაოდ ძლიერი და დაკუნთული. ამერიკული ბულდოგის ბეწვი მოკლე, ხშირი და მბზინავია. იგი შეიძლება იყოს სხვადასხვა შეფერილობის და განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. ბულდოგის თავის ქალა 4-კუთხედია, მხრები დაკუნთული და განიერი. ამერიკული ბულდოგი კარგად ეგუება როგორც ცივ, ასევე ცხელ კლიმატს, ძნელად იწვრთნება, სჭირდება დიდი ფიზიკური დატვირთვა და იდეალური მოდარაჯეა. ალბათ ვერ წარმოიდგენ, როდესაც მის ლეკვს ნახავ, რომ ცოტა ხანში ის ასეთი საშიში ძაღლი გახდება. როგორი უსუსური და საყვარელია ახალშობილი სპილო. დედის გვერდით ის ფაქტობრივად არც კი ჩანს, თუმცა დაბადებისთანავე შეიძლება მისი წონა 100 კილოგრამს შეადგენდეს. საინტერესოა, რომ დედა-შვილს შორის კავშირი სპილოებში და ზოგადად ცხოველთა სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რამეა. მიუხედავად იმისა, რომ სპილოს მაკეობის პერიოდი 600 დღემდე გრძელდება, ახალშობილი ფაქტობრივად ბრმა იბადება. პირველი 2 წელი სრულადაა დამოკიდებული დედაზე, რძით იკვებება და დედა იცავს. ოჯახს კი მხოლოდ 10-12 წლისა ტოვებს. როდესაც უყურებ, როგორ თამაშობს ორი დათვის ბელი ერთმანეთში, რთულია წარმოიდგინო ის, რომ ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში არსება ამ მსოფლიოში. ნახეთ, როგორი საყვარლები არიან, ერთი შეხედვით უსუსურები. რა თქმა უნდა, დათვი პირდაპირ არასდროს ნადირობს ადამიანზე, თუმცა მისთვის სტრესულ სიტუაციებში მაშინვე თავს ესხმის ის ადამიანს. ექსპერტების დაკვირვებით დათვების ქცევა ყოველ წელს იცვლება. გლობალურმა დათბობამ მათი ფსიქოლოგია შეცვალა. ხშირად დათვები საკვებს ვერ პოულობენ ტყეში და ეს ხდება ადამიანზე თავდასხმის მიზეზიც. როდისმე გინახავს მარტორქას ნაშიერი. ნახეთ, როგორი საყვარელი და უსუსურია. მარტორქას ყურები ძალიან საინტერესოდ გამოიყურება, თუმცა ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი ახალშობილზეა. უყურებ ამ გასაოცარ არსებას და ფიქრობ, როგორ შეიძლება მან ვინმეს რაიმე დაუშაოს. მაგრამ გადის წლები, ის იზრდება და ნამდვილი მონსტრი ხდება. ის სასწაულად ძლიერი ცხოველია, რომელსაც საკუთარი რქით ავტომობილის ამოტრიალებაც კი შეუძლია. პრინციპში რატომ გვიგურს ცხოველებზე ასეთი რამ? ადამიანიც ხომ ასეა. ახალშობილი საყვარელი და უსუსურია, ხოლო ზრდასრულს 1000 საზიზღრობის ჩადენა შეუძლია. ნახეთ, როგორი პატარაა, როგორი უწყინარი ხვლიკია. მაგრამ შენ არ იცი თუ როგორი გახდება ის ცოტა ხანში. თქვენს წინაშეა დღეს მსოფლიოში არსებულთაგან ყველაზე დიდი და საშიში ხვლიკი. დიახ, კომოდური ვარანი. მისი სხეულის სიგრძე 3 მეტრამდეა და 140 კილოგრამამდე იზრდება. კიდურები კარგად აქვს განვითარებული. ახალგაზრდა ინდივიდების შეფერილობა მორუხო წაბლისფერია, წითელ ნარინჯისფერი ლაქებით. ბინადრობს ბორცვების ბუჩქნარითა და მეჩხერი ტყით შემოსილ კალთებზე. ხშირად შედის მდინარეების ამომშრალ კალაპოტებშიც. თხრის 5 მეტრამდე სიგრძის სოროს. ის ნადავლს სუნით ეძებს, მსხვერპლს კლავს სისხლის მოწამვლით, რომელიც ჭრილობაში ვარანის ნერწყვის მოხვედრით ვითარდება. ნერწყვი ლპობის ბაქტერიებს შეიცავს. ცნობილი ადამიანზე თავდასხმის შემთხვევებიც. დედალი სოროში ან პირდაპირ მიწაში დებს 200 გრამიან 30-მდე კვერცხს. სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 40 წელს შეადგენს. ეს ერთი შეხედვით უწყინარი ხვლიკი, რაც ზემოთ ნახეთ, დღეს მსოფლიოში ყველაზე საშიში მტაცებელია. ნახე, როგორი საყვარელი და უსუსურია. ადამიანთან ძალიან ახლოს და დამოკიდებულიც კი ამასზე. როგორ შეიძლება ამ არსებამ რაიმე დაგიშაოს? ახალდაბადებული დათვის ბელი თავისი ქცევებით და თვისებებით არ განსხვავდება შინაური კატისგან. მას ძალიან უყვარს მოფერება, თამაში და სითბო. აი, როდესაც გადის დრო და ის რამდენიმე 100 კილოგრამით მეტი ხდება წონაში, მას ვეღარ ჩაეხუტები. ეს უკვე ის ცხოველია, რომელიც ყველა შიშის ზარს ცემს. დააკვირდი, როგორი მედიდური, საშიში და სერიოზულია. საერთოდ არ გავს ეს იმ არსებას, რაც დასაწყისში გაჩვენეთ. თუ კი დროულად არ დაიმალა ადამიანი მისი დანახვისას, ნამდვილად არ ეწევა კარგი დღე. დააკვირდით, როგორ სწავლობს პატარა ლომი ღრიალს. ეს რაღაცით სიმბას გვახსენებს. ჯერჯერობით მას არ გამოსდის ღრიალი. არ შეუძლია, რადგან ძალიან პატარა და უსუსურია. თუმცა სულ ცოტა დროა საჭირო იმისთვის, რომ გაიზარდოს და ნამდვილ ცხოველთა მეფედ იქცეს. აი, ამის შემდეგ კი მისი ღრიალი ყველა შიშის ზარს ცემს. დიახ,
ეს პატარა საყვარელი არსება ნამდვილად მონსტრი იზრდება, რომელიც ყველას აშინებს. ეს პატარა ვეფხვია. როგორც ჩანს, მას რაღაც უჭირს და ექიმთან მეიყვანეს. მოусმინეთ, როგორ ხმებს გამოსცემს. ის პატარაა და საყვარელი. ამავდროულად არ შეუძლია ვინმეს რაიმე დაუშაოს. გარდა ამისა, ასეთ უსუსურ ვეფხვს თავისი თავის დაცვაც კი არ შეუძლია და სხვაზეა დამოკიდებული. თუმცა მალე ის ისეთი დიდი და ძლიერი გახდება, როგორც მისი მამიკოა. ახლა ამას დააკვირდით. რას აკეთებს? როგორი საყვარელი და პატარა, როდესაც მას უყურებ, გინდა რომ მოეფერო. პატარა ჟირაფები ძალიან მეგობრულები არიან და ადამიანები უყვართ. ისინი თვითონ ეფერებიან ადამიანებს და სულ მათ გვერდით ყოფნას ცდილობენ. გადის წლები და ეს ცხოველი დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე მაღალ არსებად იზრდება. თუმცა წლებთან ერთად არ ქრება მათი მეგობრული დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. მათ ისე უყვართ ადამიანები და ცდილობენ დაახლოებას. თუმცა თუ კი რაიმე ისე არაა, როგორც მათ სურთ, შეუძლიათ თავი დაიცვან და ბოლომდე იბრძოლონ. რა არის ეს? რაღაც უცხო პლანეტელს გავს. თუმცა ეს პატარა აქლემია. ნახეთ, როგორი ოპტიკური ილუზია იქნება, როდესაც ის შენსკენ მორბის. ძალიან სასაცილოა და საყვარელი. თუმცა რა თქმა უნდა, ის ასეთი არ დარჩება სულ. ეს საყვარელი არსება იზრდება და მსოფლიოში ყველაზე ამტანი ცხოველი ხდება. ის ხომ საოცარი უნარებით გამოირჩევა და ძალიან ძლიერი მებრძოლია. საკმარისია მას რაღაც არ მოეწონოს ან გაბრაზდეს, სხვა ცხოველებს ნამდვილად არ დაუდგებათ კარგი დრო. არ გჯერათ? მაშინ აი ამ კადრებს შეხედეთ. როგორი პატარაა ეს ალიგატორი. რა უნდა დაუშაოს მან ადამიანს? არაფერი, პირიქით ის თავადაა დასაცავი, მაგრამ მასთან ხუმრობა არ ღირს. როგორც კი გაიზრდება, ის მაშინვე გახდება საშიში მტაცებელი, რომლის ყველა ცხოველს ეშინია. ზოგიერთ მათგანის სიგრძე 5-6 მეტრს აღწევს და რამდენიმე ტონას იწონის. არ და ეს ის პატარა არსებაა, რაც ზემოთ გაჩვენეთ. ის გასაოცარი მებრძოლი და მონადირეა. არწივი. გინახავთ ახლად გამოჩეკილი არწივი? ის ძალიან სასაცილოა. უსუსური და იფიქრებ, რომ ეს ყოველთვის ასეთი დარჩება, მაგრამ რა ხდება იმ დროს, როდესაც არწივი იზრდება? მისი გაშლილი ფრთები 2 მეტრს აღწევს და ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანის ატაცებაც კი შეუძლია ჰაერში. ახლა ერთმანეთს შეადარეთ ის, რაც ზემოთ ნახეთ და აი ეს უზარმაზარი ფრინველი. რამხელა სხვაობა. ის მფრინავი მეფეა, ყველაზე დიდებული ფრინველთა შორის. ახლა ამას შეხედეთ, როგორი უსუსურია. საინტერესოა, როგორი გაიზრდება ეს საყვარელი არსება. მოდი ერთად ვნახოთ. სულ სხვა საქმეა კავკასიური ნაგაზი. ის ჩვენთვის ძალიან ნაცნობია. ბევრ თქვენგანს უკვე უნახავს ახალშობილი ნაგაზი. ის ძალიან საყვარელი, ფუმფულა და უსუსურია. მაგრამ სულ ცოტა ხანში ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მცველი გახდება. მას ხომ უპრობლემოდ შეუძლია მგელთან შეტაკებაც კი. ეს დიდებული კავკასიური ნაგაზია, რომელიც ყველა შიშის ზარს ცემს. რა არის ეს? მოусმინეთ მის ხმას. როდესაც ასეთი ცხოველი ყავს სახლში, ერთი სამწუხარო ფაქტი ხდება. მისი ეს ასაკი ძალიან მცირეხნიანია. ისინი ძალიან სწრაფად იზრდებიან და აღარ არიან ისეთი საყვარელი და უსუსურები, როგორც აი ამ ვიდეოზე ნახეთ. პირიქით, ის საშიში მტაცებელი იზრდება. ამ საყვარელ არსებას მოეფერები აკოცებ და კიდევ ბევრს ითამაშებ მასთან. ამ შემთხვევაშიც ეს პერიოდი ძალიან ცოტა ხანს გრძელდება. იცით რატომ? აი თავად ნახეთ. მოდით ცოტა მგლებზეც ვისაუბროთ. აბა ახლა ეს ნახეთ, როგორი საოცარია, ლამაზი და უსუსური. ახლა ეს შეადარეთ აი ამას. გონი საკმაოდ საშიშად გამოიყურება. ნახეთ, ეს პატარა საყვარელი ხვლიკი, ეს ვარანია. თავიდან ის კვერცხში ცხოვრობს და არ შეუძლია ვინმეს რაიმე დაუშაოს. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს პერიოდი ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდება. იცით რატომ? აი ეს ნახეთ და თავად მიხვდებით. ვარანის სხეულის სიგრძე 3 მეტრამდეა და მეტიც.
წონა 140 კილოგრამამდე აღწევს. კიდურები კარგადაა განვითარებული, აქტიურია დღისით. იკვებება გარეული ღორებით, თხებით, ირმებით, მაიმუნებით, მღრღნელებით, ფრინველებით, ხვლიკებით, გველებით და აგრეთვე ლეშით. ნადავლს სუნით ეძებს, მსხვერპლს კლავს სისხლის მოწამვლით, რომელიც ჭრილობაში ვარანის ნერწყვის მოხვედრით ვითარდება. ნერწყვილ პობის ბაქტერიას შეიცავს. დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი, როდესაც ვარანი ადამიანს თავს დაესხა. და ბოლოს ეს საოცარი არსებაც ნახეთ. პატარა ზვიგენი ისეთი საყვარელია, რომ სურვილი გიჩნდება იყიდო აკვარიუმი და ის მასში მოათავსო, რომ სახლში ყოველდღე უყურო და მოეფერო. მაგრამ რა ხდება იმ დროს, როდესაც ის იზრდება? ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტაცებელი ხდება, რომელსაც უზარმაზარი ლითონის გისოსებიც კი ვერ აჩერებს. გერმანული დოგი. მედიდური, ძლიერი, მაგრამ ამავდროულად ნაზი და მოსიყვარულე დოგი. მისი წარმოშობა დაკავშირებულია ევროპაში ალანებთან ერთად მოხვედრილ ძაღლებთან. ამ მებრძოლ მასტიფებს ალბათ გრეიჰაუნდებთან აჯვარებდნენ. რის შედეგადაც წარმოიშვა დახვეწილი და გაწონასწორებული თანამედროვე ძაღლი. ჩვეულებრივ მდგომარეობაში ის დაახლოებით 112 სანტიმეტრია, ხოლო მაშინ, როცა ორ ფეხზე დგება, 2 მეტრამდეც კი აღწევს. დიდი ზომის გამო დოგებს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის მენჯ-ბარძაყის და იდაყვის სახსრის ართრიტი და ცვლების სიმსივნე. გერმანულ დოგს აქვს მოკლე ხშირი ბალანი. იგი შეიძლება იყოს ჩალისფერი, შავი, ცისფერი, ვეფხვისებრი შეფერილობის. ლამაზ კისერზე კანი მჭიდროდ ეკვრის, თვალები საშუალო ზომისაა, კუდი გრძელია და ბოლოსკენ ვიწროვდება. გერმანული დოგი კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას. ადვილად შედის კონტაქტში სხვა ძაღლებთან და უყვარს ბავშვები. მისი ბეწვი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს და არ სჭირდება განსაკუთრებული ფიზიკური დატვირთვა. შუააზიური ნაგაზი. ეს ძაღლის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა შუა აზიიდან. აღსანიშნავია ის, რომ იგი არ წარმოადგენს ხელოვნური სელექციის შედეგად მიღებულ სახეობას. ის ერთ-ერთი უძლიერესი ჯიშია. მისთვის მანქანის გადაადგილებაც კი არ წარმოადგენს პრობლემას. შეხედეთ, ეს ავტომობილი დაახლოებით 1150 კილოგრამია, ნაგაზი კი მას თავისუფლად ძრავს. ეს კონკრეტული ჯიში დაახლოებით 4000 წლის წინათ შეიქმნა. წარსულში მას ძირითადად მომთაბარე ტომები იყენებდნენ სადარაჯოდ. ხშირ შემთხვევაში აზიური ნაგაზი 130 კილომდე იზრდება. კავკასიური ნაგაზი. ძაღლის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ჯიში. უცხოურ წყაროებში წარმოშობის ადგილად კავკასია, მან რატომღაც საბჭოთა კავშირია მიჩნეული. ქართული წყაროები კი მის წარმოშობას უშუალოდ საქართველოს უკავშირებენ. მისი წარმოშობის მრავალი ვერსია არსებობს. ერთ-ერთის თანახმად იგი წარმოშობილია ტიბეტური მასტიფისგან, რომელიც კავკასიის ტერიტორიაზე მეომრებმა და ვაჭრებმა 2000 წლის წინ შემოიყვანეს. სხვა ვერსიით ის დამოუკიდებელი ჯიშია, რომელიც უძველესმა ქართველმა ტომებმა ხალხური სელექციის გზით გამოიყვანეს. იგი საუკეთესო მცველი და მეგობარია. გამოირჩევა არა მხოლოდ ძალით, არამედ სიდინჯით და საკმაოდ გონიერია. მგელძაღლა. ძაღლისა და მგლის ჰიბრიდი, იგივე მგელძაღლა. ზოგიერთ შემთხვევაში ორი სახეობის შეჯვარება ხდება იმ დროს, როცა სოფელში მცხოვრები ძაღლი მირბის ტყეში და მგელთან ჯვარდება. ზოგჯერ კი მგელძაღლა სპეციალურად ამრავლებენ. მიზეზი კი მისი უზარმაზარი და შთამბეჭდავი გარეგნობა. გარდა ამისა, ამ დროს ასეთი ჯიში საკმაოდ ამტანი გამოდის. მგლისა და ძაღლის ჰიბრიდი ულამაზესი, გრაციოზული, ძალიან ძლიერი და ამასთანავე საშიში გარეგნობისაა. რაშიც ამ ვიდეოების ხილვას დაგარწმუნებთ. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ირლანდიური მგელძაღლა, მისი ფასი $2000-მდე მერყეობს. მივედით ტიბეტურ მასტიფამდე. ტიბეტური მასტიფი ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში დაიბადა. თავდაპირველად ტიბეტური მასტიფები მოდარაჯე და მეცხვარე ძაღლები იყვნენ. ისინი მკაცრად ადევნებდნენ თვალყურს ფარაში წესრიგის დაცვას. დღესდღეობით მას პატივს სცემენ სიმამაცისა და შთამბეჭდავი გარეგნობისთვის. ოდესღაც მასტიფები იცავდნენ ნახირს ჰიმალაებში და ტიბეტში. დღეს კი ის ძირითადად გამოფენებზე გამოდის. მან ერთის მხრივ დაკარგა თავისი ფუნქცია. ეს ჯიში მეტნაკლებად ნეიტრალურია და შეიძლება უბრალოდ სიცოცხლით დატკბეს. თუმცა თავგამოდებით დაიცავს იმას, რაც საკუთარ სახლად და თავის ტერიტორიად მიაჩნია. ტიბეტურ მასტიფს აქვს გრძელი, სწორი, გლუვი ბეწვი, რომლის შეფერილობა შეიძლება იყოს ნაცრისფერი, ოქროსფერი, შავი, ხორბლისფერი, ყავისფერი ან რუხი.
ის ვერ ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, კარგად უძლებს სიცივეს, ბეწვს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, საკმაოდ კარგი მოდარაჯეა, სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვაც. არგენტინული დოგი. ეს ძაღლი არის იმ პროგრამის შედეგი, რომელიც 1920 წელს არგენტინელმა ანტონიო მარტინესმა დააფუძნა და რომლის მიზანიც იყო პუმაზე და იაგუარზე მონადირე ძაღლის მიღება, რადგან ეს ორი ცხოველი მას ძალიან აწუხებდა. არგენტინული დოგის მისაღებად გამოიყენეს ესპანური მებრძოლი ძაღლის ძველი ტიპი, ესპანური მასტიფი, დოგი, ძველი სტილის ბულტერიერი, ბულდოგი და ბოქსიორი და მიიღეს უშიშარი გამძლე ღია ბალანის მქონე მონადირე. თეთრი მასტიფი პატარაობიდანვე სხვა ცხოველებთან ერთად უნდა იზრდებოდეს. ამ ძაღლისგან მორჩილების მისაღწევად ის ადრიდანვე უნდა გაიწვრთნას, ასევე მას ესაჭიროება დიდი ფიზიკური დატვირთვები. არგენტინული დოგი ვერ ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, ძნელად ეგუება სხვა ძაღლებს და ბავშვებს, თუმცა გააჩნია როგორ გაზრდი მას. ასევე ვერ იტანს სიცივეს და ძნელად იწვრთნება. აქვს საკმაოდ ვიწრო მკერდი, მასიური თავის ქალა და ძლიერი ყბები. ასევე აქვს მოკლე, მბზინავი გლუვი და ყოველთვის თეთრი ფერის ბეწვი. ჩვენი ვიდეოც უძლიერესი ძაღლების შესახებ ასე მიიწურა. გმადლობთ რომ ბოლომდე უყურეთ. აუცილებლად გამოიწერეთ არხი და არ გამოტოვოთ ახალი ვიდეო ჩვენთან. დროებით.